ზვირფასო რადიოს მენელებო, რა ტელემაყურებლებო. ეთერშია შუადრის პოლიტიკა, რადიო სივრცის ეთერში FM 98-სა და 5-ზე. ჩვენ მაუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და ჩვენი გადაცემის მეორე სეზონი ეძღვნება მე-11 მოწვევის პარლამენტს და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას, თუ საკანონმდებლო ორგანო რა გამოწვევების წინაშე დგას, რა პროცესი მიმდინარეობს და როგორ ხორციელდება კანონშემოქმედებითი პროცესი. ეს ყველაფერი ძალიან აქტუალურია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვხედავთ ახალი კანონების პაკეტს, ჩვენ ვხედავთ საგამოძიებო კომისიის საქმიანობას და რაც თავარია ეპიცენტრი ნელ-ნელა პოლიტიკური ცხოვრების ინაცვლებს ისევ პარლამენტის შენობაში. დღეს ჩვენი სტუმარია ნუკრი შოშიაშვილი, ისტორიკოსი და ჩვენი გადაცემის ძირითადი თემა იქნება და გვინდა ეს ეთერი დაუთმოთ 6 თვეს შეჯამებას, რომელიც გავიდა საპარლამენტო არჩევნებიდან. სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ძალიან ვრცელი წერილი მიუძღვნა განვლილ პერიოდს და მომავლის მოლოდინს და ძალიან საინტერესო იყო იქ ჩამოყალიბებული დინამიკა და აქცენტები. შეიძლება ეს შეჯამდეს და დახასიათდეს, რომ დიდწილად საქართველოში აი პოლიტიკამ, რასაც ქართული ოცნება ახორციელებდა, გაიმარჯვა. დაახლოებით 1 წლიანი მონაკვეთია მიმოხილული, დაწყებული შარშან მარტის თვიდან, როდესაც პრაქტიკულად დაიწყო საარჩევნო კამპანია და კულმინაცია იყო 26 ოქტომბრის არჩევნები და შემდგომ ჩვენ ვიხილეთ ძალიან ისეთი დრამატული მოვლენები, მორიგი არაღიარება, ბოიკოტი, გამოსვლები, პროტესტი, სადაც ფრონტის ხაზი გაივლო და პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ერთია პარტიები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც რჩებიან ქართული პოლიტიკის ერთგულად და ამოდიან ეროვნული ინტერესებიდან და მეორე მოინათლა ის ძალები და ის მხარე, რომლებიც მოქმედებენ გარე დაკვეთით, უცხო ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მათი გავლენის ქვეშ. სწორედ აი ეს 6 თვის განვლილი 6 თვე მინდა შევაჯამო და თანათანობით დავიწყოთ ლაპარაკი იმაზე, თუ მომავალი 5-6 თვე ჩვენ რა გველოდება და სად შეიძლება მივიდეთ, ანუ წლევანდელი წელი შეიძლება იყოს და ალბათ იქნება კიდევაც ძალიან გარდამტეხი დაცულების შემომტანი ჩვენ დიდ რაღაც დროში პოლიტიკურ ცხოვრებაში. 5 თვეში ისევ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საინტერესოა რა კონფიგურაციას მივიღებთ ჩვენ. ნუკრი, შეიძლება თუ არა ამაზე ლაპარაკი, აი ეხლა უახლოეს დღეებში განვითარებულ მოვლენების ფონზე ერთგვარ შეჯამებაზე ლაპარაკი, რომ აი როგორ შეიძლება დღეს დახასიათდეს შექმნილი ვითარება ქვეყანაში. გონია რომ ჯერ პროცესი მიმდინარეობს და ეს საბოლოო შეჯამება ჯერ ადრე იქნება, ადრე არის, მაგრამ შეიძლება რაღაც კონტურები გამოვყოთ რა მიმართულებით წავიდა პროცესი და ნათელია რომ ეს პროცესი დაკავშირებულია ჯერ გასაგებია რომ გეოპოლიტიკურ მოვლენებთან, მაგრამ მეორე მხრივ იმასთან, რასაც ქვია რაღაც სუვერენიტეტის გაზრდა და მთელი ის კანონშემოქმედებითი პოლიტიკა, რასაც დღეს აწარმოებს მართველი პარტია, დაკავშირებულია სწორედ აი ამ სუვერენიტეტის მოპოვებასთან და რასთავარია იმ პროცესებთან, რა პროცესებიც ჩვენ ირგვლივ მიმდინარეობს. ფაქტია, რომ სამყაროში, მოდი ესე ვთქვათ, ქარბურბარა არის, აგერ უკვე ხედავთ პაკისტანი, ინდოეთის საზღვართან შეიძლება ახალი დიდი ომის დაწყებას, არსებობს რამოდენიმე რეგიონი, სადაც ახლა ომი მიმდინარეობს, არის უკრაინა, არის ახლო აღმოსავლეთი, არის უკვე იმედი არ გაჩნდება, მაგრამ უკვე ბევრი ნიშანია რომ გაჩნდება ინდოეთსა და პაკისტანს შორის, იქ კიდე ჩინეთი და ტაივანი და კავკასიაც არ არის შორს კონფლიქტებისგან. და მთელი ეს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ რაღაც პოლიტიკურმა ძალებმა იფიქრეს, რომ ეს ჰეგემონია შენარჩუნებისთვის საჭიროა ეგრეთ წოდებული გადამწვარი ველის სტრატეგია, რაც ნიშნავს იმას, რომ შენ მოწინააღმდეგეს კი არ უტოვებ იმ რაღაც სივრცეებს, არამედ ანადგურებ ამ სივრცეებს და ისინი ვეღარ ახერხებ, მოწინააღმდეგე ვეღარ ახერხებს იმის გამოყენებას, რაც შეიძლება გამოიყენა. და ეგ ერთი სტრატეგია და მეორე სტრატეგია, ნუ ცეცხლის დანთების სტრატეგია, ხო? ესე ვიცით, რომ ყურადღება გადავიდეს სხვა კერებზე და შემდეგ რაღაც კომპლექსურად მოხდეს. ის თუ გადავა, ეს ფაქტია, თუ დომინოს პრინციპი ჩაერთო, ნუ იდეაში საქართველოს უნდა აანთოს კავკასიაში
მთელი რიგი აი ცეცხლი ჩრდილო კავკასიაზეა საუბარი. სხვადასხვა ამაზე არა მარტო დასავლეთი, არამედ რუსეთი საუბრობს, რომ საქართველოსდან არის პოტენციალი და მაგიტომაც ამართლებს ატომაც აქვს ეს ოკუპირებული ტერიტორია, რომ ეს რო არ იყოს ჩრდილო კავკასიაში მათ სერიოზული პრობლემები შეექმნებოდათ. ამიტომ ეს ერთიანი სივრცის გაგება ქმნის მთელ რიგ რისკებს და მთელ რიგ გამოწვევებს ჩვენი სახელმწიფოს წინაშე. აქამდე როგორ იყო? აქამდე იყო ის, რომ ამ საკითხებს აგვარებდა შეერთებული შტატები გარკვეულწილად ახდენდა ბალანსირებას რუსეთის, მაგრამ ეხლა აბსოლუტურად სხვა ამოცანები აქვს თვითონ შეერთებულ შტატებს. ჩვენ ხედავთ თვითონ შეერთებულ შტატებში ორ პროექტს, ერთი პროექტი რაც დემოკრატების პროექტია, ეს ლიბერალური გლობალიზმი, ლიბერალური ინტერნაციონალის პროექტი, რომელიც გულისხმობს, რომ აქ რაღაცა მინი რევოლუციური რეჟიმები უნდა შექმნილიყო, რომელიც უნდა გადასულიყო რუსეთში, ამიტომ ჩვენთან იქნებოდა რევოლუციური კლასი. ყველა საზოგადოებრივი, რა ვიცი, ჟურნალისტი იქნებოდა, NGO იქნებოდა თუ პოლიტიკოსი, ყველა რევოლუციონერი უნდა ყოფილიყო და ყველას მე გაგზავნა შეგიძლია სხვა, ესე იგი, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, ჩვენ ნახეთ უკრაინაში არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ არაპოლიტიკოსების სამოქალაქო აქტივისტებიც მიდიოდნენ, ხო, ეს იყო რაღაცა რევოლუციური კლასის შექმნის ცდილობა, რაც ობიექტურად არ ქმნიდა ისეთ სტაბილურ და მშვიდ გარემოს ქვეყნის პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების. ამას შეიძლება ეწოდოს ერთგვარი ლიბერალური ინტერნაციონალი, რომელიც ინდოქტრინიზაციას ახდენდა მთელი რიგი სფეროების, ძირითადად ეს იყო სხვათა შორის NGO სექტორთან დაკავშირებული ძალები, იმიტომ რომ შენ კი ახსენე პოლიტიკოსები, მაგრამ დიდი ნაწილი ან კარიერის დასაწყისში ქონდა NGO-სთან შეხება, ან მე ხელისუფლების დაკარგვის შემდეგ უკან პორტირდა იქ. და ეს ლიბერალური ინტერნაციონალი წარმოადგენს რაღაცა ერთგვარი თითქოს და დასავლური ღირებულებების ნაკრებს, მაგრამ ისეთი სინთეზია მოცემული, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ერთგვაროვან რაღაც ჰომოგენურ ადამიანს და დასავლეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ავანგარდში გამოყენებული იყო სწორედ ეს ფენა, რომელსაც თვითონ ჯერათ რომ ემსახურებიან რაღაცა იდეალებს, რეალურად კი მოქმედებაში ეს ჩანს რომ და იგულისხმება რომ სინამდვილეში ეს ემსახურება ამ ინტერესებს. ამ ომმა უკრაინის ომმა ყველაზე მეტად ეს გამოაჩინა, თუ რამე გამოაჩინა, იმიტომ რომ პრაქტიკულად ცივი ომის დასრულებიდან 3/10 წელი გავიდა და ადამიანებმა ისტორიის დასასრულის ირწმუნეს, რომ საბოლოო უზენაესმა სიკეთემ გაიმარჯვა, ჩვენ მივიღეთ ისეთი მოდელი მოწყობის ცივილიზაციის, რომელიც არის ყველაზე ოპტიმალური, არ შეიძლება ამაზე უკეთეს იყოს და ერთ-ერთი რაც დაგვრჩენი არის ის, რომ თანდათანობით ეს მოდელი განევრცოს მთლიანად რაღაცა სოფლიო ძალებს. ანუ რომ ზუსტად იგივე ფორმატით, როგორც სოფლიო მშრომელებს და რაღაცა კომუნისტურ ინტერნაციონალს ამართლებდა თქვა საბჭოთა კავშირი და ეს ინტერვენცია იყო ამ მხრივ გამართლებული, იმიტომ რომ იქ მუშათა კლასი უნდა განთავისუფლებულიყო, ხო? ექსპლუატატორების ჩაგვისაგან. ზუსტად იგივენაირად დიქტატორის გავლენისგან უნდა დახსნილიყვნენ რაღაც დემოკრატიული ძალები. აი ეს იყო პრაქტიკულად სარკისებურად, ანუ ანატომია და არქიტექტურა იგივე, შინაარსი უბრალოდ სხვა. და აი ამ ძალების ამათ ირწმუნეს. ამ ომმა გააკეთა ის, რომ ქვეყანას ცივილიზაცია დაბრუნდა რეალპოლიტიკის რეჟიმში, გეოპოლიტიკის რეჟიმში და ჩვენ გვანახა, რომ საბოლოო ჯამში აი ისტორიის წიგნი ვისაც წაუკითხავს და ესეთი უკვე ძალიან ცოტა მითმეს მე-19 საუკუნის ისტორიაზე თუ ვლაპარაკობ, როგორ არის ეს ინტერესები დაფუძნებული, რას ნიშნავს საერთოდ სხვადასხვა სივრცეები. ამას წინათ კითხულობდი სხვათა შორის ჰენრი კისინჯერის წიგნს, რომელსაც ვერავინ ვერ დასწამებს, ხო არა, არ არის ესე თქვა დღეს ხო მოდაშია რომ თუ რამე განსხვავებულს თქოს ადამიანი ის დასავლეთიც რო იყოს, ის ხდება რუსეთუმე, კრემლის აგენტი, პუტინისტი, მაგალითად ჯეფრი საქსი, ესეა მონათული მათთვის, ხო? ანუ ჰენრი კისინჯერს ამას ხო დასწამებ და მისი ტექსტები სავსეა სწორედ ამ გეოპოლიტიკური ხედვით, როგორ ხედავს აზიას და რომელიც გვაჩვენებს, რომ მაგალითად აზიას ტერმინიც კი ევროპულია, ხო? აზიელები ესეთი ერთობა არ ქონდათ და როგორი განსხვავებული და ფრაგმენტულია, მაგრამ ეს ცოდნა თანათანობით იკარგება, მით უმეტეს საქართველოში, ვინც ესე ჭრილში შეიძლება პროცესს ხედავდეს. აქედან გამომდინარე, აი ეს რაზეც ჩვენ ძალიან საინტერესო ნაწილს მიადექი, რაზეც ჩვენ ლაპარაკობ, რაღაც ჰომოგენურ ადამიანთა ერთობა ჩამოყალიბდა, რომლებიც თითქოს რაღაც დასავლური დროშის ქვეშ გამოდია და ჩვენ ხედავთ აი მათი მარკეტინგულ ატრიბუტიკას, რითიც ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ ერთგვარ იდეების დამცველად და აი ამ
соუსის ქვეშ გააკეთონ რაღაცა წარსული გარკვეული მაგალითების აბსორბაცია, ხო, ხან რაღაცა პირველი რესპუბლიკიდან გამოწევენ გმირს, ხან აგვისტოს ომიდან და ცდილობენ ესეთი დიდი კოლექტიური სიმბოლიზმი შექმნა და თავისი რაღაცა ლიბერალური ნაციონალიზმი შექმნან, ანუ რომელსაც რეალურად ქართულ ნაციონალიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილეში. შეიძლება რაღაცები მიითვისა, რაღაც სიმბოლოები მიითვისა, მაგრამ ეს ალტერნატიული უკვე ნაციონალიზმი და რომელიც მართალია საუბრობს რაღაც ეროვნულ ინტერესებთან, მაგრამ ეროვნულ ინტერესებთან არანაირი კავშირი არ აქვს სინამდვილეში. აქ საუბარია რომ როდესაც ჩვენ საზოგადოების გარდაქმნაზე ვიწყებთ საუბარს, აქ თავარი არის სიმბოლოების გარდაქმნა. ყველა ამით იწყებს სიმბოლოების გარდაქმნით, იქნება ეს დროშა, სიმბოლიკა, ნარატივი, გმირები, რომელიც უკვე ახლებურად ან იცვლებიან ძველი გმირები, ან ინტერპრეტაცია, ან ახალი გმირები იქნებიან. ნუ ამ მიმართულებით ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარეს მათ ლიბერალებმა და შექმნეს საკუთარი რაღაც ნარატივები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს მდგომარეობა იმ გეოპოლიტიკურ ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს თან მოდის რაღაცნაირად წინააღმდეგობაში და ვიტყვი რატომ. ეს ლიბერალური ნაციონალიზმი ჩამოყალიბდა პირველ რიგში ისეთ გარემოში, სადაც ხდებოდა ეგრეთ წოდებული ხავერდოვანი რევოლუციების და იყო იდეა, რომ მოხდებოდა დემოკრატიზაცია ლისაბონიდან პირობითად ვლადივოსტოკამდე, ხო, შესაძლებელი იყო ყველგან ლიბერალური დემოკრატიების დამყარება, არსებობდა რაღაც წარმოდგენაში რაღაც ჯგუფები, რომლებიც ამას ეწინააღმდეგებოდნენ პოლიტიკური ავტოკრატების გაერთიანება და ჩვენ თუ ამ ავტოკრატებს დავამარცხებთ, ავტომატურად ლიბერალური დემოკრატია დამყარდება, მაგრამ ეს არ მოხდა იქ, სადაც მოხდა ეს გადატრიალებები, სახელმწიფო გადატრიალებები ხავერდოვანი რევოლუციების სახელით, როგორც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში და სოციალისტურ ბანაკში, სერბეთი, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ყირგიზეთი, ისე არაბულ გაზაფხულმაც აჩვენა, რომ არათუ დემოკრატია არ მოდის, არამედ პირიქით სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლასთან გვაქვს ხშირ შემთხვევაში საქმე და პირიქით შეიძლება ითქვას თელ რიგ შემთხვევაში უფრო მეტი უსამართლობა და უფრო მეტი ავტოკრატიაც კი მოდის ამ პროცესების შედეგად. და ესე იგი ჩვენ საქმე გვაქვს რაღაცა სხვა რაღაცა ფორმასთან, ეს არ არის სახელსა და შინაარეს შორის გაჩნდა დიდი უსკრული, მოკლედ. დემოკრატიის შუქურა ერქვა სააკაშვილის რეჟიმს და იმ დროს, როდესაც, რა ვიცი, უმოწყალოდ ექცეოდა ადამიანის უფლებების საერთოდ ფეხებზე კი და დემოკრატიის ინსტიტუტები პრაქტიკულად მოშალა, რაც შევარდნის დროს მეტნაკლებად ახლა რაღაცა შეიქმნა, ისინიც კი მოშალა და ჩვენ მივიღეთ რაღაც აბსოლუტურად სხვა რეალობა. ამის გარდა თავარი მიზანიც ვერ განხორციელდა. თავარი მიზანი ხო ახლა ის რომ საქართველოში კი არ განხორციელდა სიამდვილეში, საქართველო იყო რაღაც ბაზა, უკრაინაც იყო როგორც ბაზა, რომ მე განხორციელებული იყო მოსკოვში ეს რევოლუცია. საბოლოო მიზანი ეს იყო ამ რევოლუციების, ხო? და მაგიტომაც აი სხვადასხვა ეს პირველი რესპუბლიკის პერიოდს ემთხვევა. გავს რაღაცით, აი გახსოვს რომ მენშევიკები არ იყვნენ წინააღმდეგი, ესე იგი თებერვლის რევოლუციის, ისინი ოქტომბრის რევოლუციის წინააღმდეგი. არა, ის მათი მოწყობილი იყო თებერვლის რევოლუცია. მეტიც ისინი არც კი ფიქრობდნენ დამოუკიდებლობაზე იმ კონტექსტში. აი შენ ქართულ მენშევიკებზე იცი. ქართულ მენშევიკებზე. არა, ეგ რა თქმა უნდა, ხა ის ჯერ განუყოფელი ნაწილია და ჩვენი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ეგ კარლ ჩხეიძე იქ თავმჯდომარე იყო საერთოდ იქაური დუმის. როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ, მაშინ დაიწყო ეს ანტირუსული რაღაც ნარატივები, მაშინ მიმართეს ქართულ ნაციონალიზმს, მაშინ დაიწყო ცოტა სხვანაირი, მაშინ დაიწყო მოკლედ. ოდნავ მოგვიანებით, კი, იმიტომ რომ ჩვენ შეგვექმნა რეალური საფრთხეები, კაცო, თურქეთის მხრიდან მუხარა და ომის სომხეთთან და მთელი ამბავი. აი სწორედ თუ ყველაფერი ანალოგიური არა, მაგრამ რეალურად ხო ეს განხორციელებული რაღაცა ისტორიული რუსოფობობა, ხო? რა თქმა უნდა, 90-იან წლებშიც იყო ეს ანტირუსული მიდრეკილე, მაგრამ ის სულ სხვანაირი ნაციონალისტური რაღაცა დისკურსით ინიღბებოდა და სულ სხვა მიმართულება ჰქონდა და იქ არ იყო ესეთი, ესე ვთქვათ, ანთროპოლოგიური მიუღებლობა რუსის. კი, რუსეთის სახელმწიფო ჩვენი რაღაც ეს უფრო გაჩნდა აფხაზეთის ომის შემდეგ.
და 2008 წლის ომის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალა. მეცაც ვიტყვი, მე ჩემთვის უფრო საინტერესო, რომ ეს ნაციონალიზმი კიდევ უფრო გაძლიერდა 2012 წლის შემდეგ. ანუ ესეთი ისტერიული, აი მაგალითად სააკაშვილის ქმედებებს ტურისტებთან მიმართებაში, ესეთი აგრესიით არ ხვდებოდნენ ისინი. მაგრამ ეხლა ისინი პირიქით, ანუ განამტერისტერად აღქმულია ამ ჯგუფის მიერ, არა რაღაცა მაინც და მაინც რუსი რაღაც შეერაღებული ადამიანი, არამედ აქ ვიღაც ქალი და ბავშვი, ხო? ჩვენ ნახეთ გადაცემაც კი, სადაც მიდის ადამიანი და ბოდიში და პუტინ ხუილოს ეუბნება ქალს, რომელიც ცირეწლოვან შვილს კალასკაში ესე იგი ეს თუ გადაცემაში მოხდა შეიძლება დიდი მე არ მინახავს, მაგრამ შეიძლება დიდი ვარაუდი რომ ეს არის სწორედ ეს მედია პროდუქტი. ერთ-ერთი ნიშან-თვისება სწორედ ის არის აი ამ ლიბერალურ ინტერნაციონალში, ძირითადად მთელი მოვლენები ვითარდება მედიაში. ჩვენ ხედავთ რომ თუ მედია გაშუქება უზრუნველყოფილი არ არის, პროცესი პრაქტიკულად არ ხდება. ადამიანმა აუცილებლად უნდა ამოიღოს ტელეფონი და თუ აპირებს რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს, ეს უნდა გადაიღოს. თუ არ გადაიღო ისე აზრი არ არის. პრაქტიკულად მთელი ეს დაპირისპირება გადავიდა ვირტუალურ რეალობაში, თორემ დამდგა ძალიან კარგი ტერმინი შექმნეს რუსოფრენია, რომელიც ნიშნავს რომ ერთის მხრივ ეს არის რომ რუსეთი სუსტია და მარცხნებად არაფერი არ შეუძლია, მაგრამ მეორე ეს არის ტოტალური შიში რუსის მიმართ. ანუ ჩვენ ვხედავთ იგივე აი ამ გამოხტომებს, ხო აი რაღაცა რუსეთის დემონსტრაციულ შეურაცხყოფას რუსია დაემსხვრა, მეორე მხრივ ხედავთ რომ მეორე ნაწილია რომ აი ამდენი რუსი ცხოვრობს დადის გაიარეთ თბილისის ქუჩებში, ხო, მაგრამ ამ ტოტალური მასაღაც დევნას ვერ ნახავ და ამიტომ ეს წინააღმდეგობრიობა დღეს პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში მოინათლა სახელად რუსოფრენიად. აქედან გამომდინარე ეს ძალიან ისეთი საინტერესო ფენომენია. ყოველთვის საინტერესო არის ის რომ რაზე თამაშობს. თამაშობს ძალიან მარტივ სქემებზე და ეს მარტივ სქემა ზოგადად ლიბერალიზმი, არა მარტო ნაციონალიზმი, ლიბერალ-ნაციონალიზმი, ლიბერალიზმი თამაშობს ძალიან მარტივ რაღაცა კონსტრუქციას, ადამიანის კონსტრუქციებზე, რომელიც ისეთ ადამიანზე თამაშობს, რომელიც სამყაროს აფასებს მომწონს არ მომწონს კატეგორიებით რა. არის ესეთი რიჩარდ კეი ესეთი ფსიქოლოგი არის, რომელსაც უწერია ესეთი მარტივი ადამიანის მიერ დანახული სამყარო და ესეთი ადამიანის მიერ დანახული სამყარო ეს არის, რომ აი რაღაცა მომწონს, რაღაცა არ მომწონს. ანუ რაღაცა სასიამოვნოა, რაღაცა არასასიამოვნო. სხვა უფრო რთული კონსტრუქტები მას მის შეფასებაში, მის აღქმაში უბრალოდ არ არსებობს. ანუ პრაქტიკულად ჩვენ ამ უფრო ესეთი მარტივი ადამიანის გამომსახველობითი აპარატი მთლიანად დავიდა იმ 6 Facebook-ის მოწონების 6 სახეობაზე, რომელიც მოცემული არის ტექნიკურად ამ აპლიკაციაში. ხო, ეს არის რაღაცა მოწონება, დაჰაჰავება, რაღაცა გული და მეორე ის გაბრაზებული ადამიანი და დაანჩენი ორიც არის რაღაცა გლოვისთვის. აი პრაქტიკულად ამაში მოექცა მთლიანად და შესაბამისად აი ამ 6 ნაწილის გაყოფა შეიძლება კარგადაც უდათ შუაზე. პრობლემა რაშია? პრობლემა არის იმაში, რომ რასაც ქადაგებს ლიბერალიზმი, რაღაც მრავალფეროვნებას და რასაც ის აწარმოებს, არის ორი განსხვავებული რამე. სიამდვილეში ის ერთსახოვან ადამიანს აწარმოებს და ჩვენ ესეთ ადამიანებს, ანუ ეთიკიდან, შეიძლება ეთიკა ამას არ დავარქვათ, მაგრამ ეთიკიდან, ქცევის ნორმებიდან, ლოზუნგებიდან, პოლიტიკური მესეჯბოქსებიდან დაწყებული, აი სერბეთის აქცია რო ჩართოდა, საქართველოს აქცია ერთი და იგივე ადამიანი ყვირის და ერთი და იგივე ქცევის ნორმები აქვს. ისტეროიდული და ამერიკაში იელის უნივერსიტეტთან კამპუსის აქცია ჩორდა იგივე იყო. იგივე, ანუ ვერ გაარჩევ, ეს არის ერთსახოვანი ადამიანი, აბსოლუტურად ერთსახოვანი ადამიანი, რომელიც ფუნდამენტია ლიბერალიზმის. და როგორც კი ჩდება სხვა ადამიანის ტიპი, თავის ეგზისტენციალიზმის, თავის ანთროპოლოგიით, ადამიანები ესე ვართ ამოწყობილი, რომ არ შეგვიძლია ვიყოთ ერთნაირები. აი არ შეგვიძლია ვიყოთ ერთნაირები ყოფიერებაში, ისტორიაში, ყოველთვის დევს ეს რაღაც დიალექტიკა, დევს ეს სხვადასხვა ადამიანის ტიპაჟი უნდა ახორციელებდეს ისტორიას რა. მათ შეიძლება ერთმანეთთან კონფლიქტი ქონდეს, მაგრამ ჰომოგენიზაცია ვერც საბჭოთა კავშირმა ვერ მოახერხა, ვერც ფაშისტურმა რეჟიმმა ვერ მოახერხა და ვერც ლიბერალური რეჟიმი ვერ მოახერხებს, ვერსად ვერ მოახერხებს. ჰომოგენიზაცია ადამიანის ბუნებისთვის არის, ადამიანის ბუნებასთან მოწინააღმდეგობაში. კი, ეს შეიძლება მან მოახერხოს დროებით ადამიანის ბუნების დათრგუნვა, მაგრამ სხვადასხვა საშუალებებია.
ამ ბუნების დათრგუნვის. ერთ შემთხვევაში აი მაგალითად აი როდესაც საუბრობენ დასავლეთში თავისუფლება. სიამოვნებაში უნდა ითქვას, რომ აი რა თავისუფლებაზეა საუბარი. კი, საბჭოთა კავშირში იყო პირდაპირ ცენზურა, მაგრამ ეხლა არის გაცილებით დახვეწილი ფორმები იყო დასავლეთში, ვიდრე საბჭოთა კავშირში. იქ მაგალითად წიგნის გამოცემა გინდოდა, ხო? რეცენზია ვერ გაიარა. ძალიან მარტივი. ან თუ ესაც გადალახე, უბრალოდ არ მოხდები შენ იმ მარკეტოლოგიური ჯგუფებში, სადაც შენი წიგნი ცნობილი გახდება და იქნება მარგინალიზებული. ძალიან ხო ფიქრობ და ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინი ახსენე. ერთი არის რომ ის გეოპოლიტიკური განზომილება უკვე დაბრუნდა და უკვე საზღვრების სხვანაირად გაეულო სახელმწიფოებს შორის, ესე ვთქვათ, მაგრამ მეორე არის, რაზეც ჩვენ ლაპარაკობ, აი ამ ჰომოგენიზაციაზე ადამიანის. მინდა სხვა ნაწილზე ვილაპარაკოთ, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს თქვათ ეს ლიბერალური ინტერნაციონალი, იმიტომ რომ აი ამ პროექტის შეტანა ისეთ ქვეყნებში, რომელსაც სხვა ტიპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და გამოწვევები გააჩნია და სადაც პრიმატად აწყობენ, რომ აუცილებლად გინდა თუ არა, ანუ შენ უნდა იზომებოდე დემოკრატიის ნიშნებით და მეორე ხარისხოვანია, რომ შენ რა ეგზისტენციალური საფრთხე გემუქრება, ხო დღეს აქ, რაც საქართველოში ვნახეთ, როგორც კი ომი დაიწყო, საქართველოს იმ წუთშივე გაეხსნა თავისი ტრამვები, ხო და იმ წუთშივე სხვანაირად შეხედა თავისი რაღაც საკითხების პრიორიტეტს. მაგრამ ამისთვის დასავლეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. შენი აზრით ეს სხვა შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთ ფუნდამენტურ საკითხს, რაც ქვია მემარცხენეობა, მემარჯვენეობა, სადაც ანუ სახელმწიფო სწორედ იმიტომ არის გაწანოსწორებული და დაბალანსებული და რაღაცნაირად ხელისუფლების შტოები თანაბრად იმიტომ აკონტროლები, რომ აი ეს არის ყველაზე სასურველი გარემო იმ დიდი კორპორაციებისთვის, რომლებიც როგორც სერვისი იყენებენ სახელმწიფოს, სანაცვლოდ კი თვითონ მათი კაპიტალი, ესე ვთქვათ, შეუზღუდავად უნდა მრავლდებოდეს და იზრდებოდეს, იმიტომ რომ ამას აი ეს ჰომოგენიზაციაც შეიძლება უკავშირდებოდეს, რომელიც ადამიანს აღიქვას არა მოქალაქედ, არამედ მომხმარებლად. ის რაც მაქსიმალურად გამარტივებული უნდა იყოს თავის ემოციაში, იმიტომ რომ იმ მარკეტოლოგიურ ჯგუფებში მათ იდენტიფიცირება ზუსტად მოხდეს და ის პროდუქტი, რაც მათ უნდა მიეყიდოს და ადამიანი როგორც მომხმარებელი უნდა იყოს, ფული უნდა დახარჯოს ამაში და შესაბამისად ზუსტად უზრუნველყოს იმ ფინანსური ნაკადების აკუმულირება, მოხმარება, რაც სოფლიოში მიმდინარეობს, ამგვარად უნდა იყოს გადანაწილებული. ანუ აი ამ ნაწილს ამ სპექტრს, ესე ვთქვათ, როგორ შემოიტანდი შენ მიმდინარე პროცესში. ზოგადად ამაზე სტიგლიცის სხვა ავტორებიც წერდნენ, დასავლეთს დაემართა ის დასავლეთი დაუბრუნდა იმ სოციალურ უთანასწორობას, რაც იყო პირველ სოფლიო და მეორე სოფლიო ომამდე. მეორე სოფლიო ომის შემდეგ დასავლეთში დაიწყო მკვეთრი შემცირება სოციალური, იმის მიუხედავად რჩებოდა ისტორიული მინიმუმამდე დავიდა მეორე სოფლიო ომის შემდეგ 80-იან წლებამდე ეს ესე იგი ზღვარი მდიდრებსა და ღარიბებს შორის. სწორედ ამ ახალ შეთანხმებას დაეყრდნო ახალი დემოკრატიები რეალურად. ჩვენ თუ ავიღებთ ევროპულ დემოკრატიებს, ეს დემოკრატიები იყო ორიენტირებული სწორედ რაღაც სოციალური კეთილდღეობაზე, შეერთებულ შტატებშიც კი, რუზველტის შემდეგ დაიწყო სახელმწიფომ გარკვეულწილად ჩარევა, მაგრამ შეერთებულ შტატები ეს დიდი ეკონომიკა იყო და შეეძლო კიდევ ამ თავისუფალი ბაზრის პრინციპებით ემოქმედა. 80-იან წლებში იწყება გარკვეულწილად ნეოლიბერალური შემოbrunება. ეს აქვე მინდა ჩაგეჭადა უბრალოდ არ გამოგრჩეს და ეს პლასტის ეს თქვა შემოიტანა, რომ ძალიან დიდწილად ეს იყო საბჭოთა კავშირით განპირობებული, რა თქმა უნდა. 30-იან წლებში სადაც რეალური განცდა არსებობდა, კონკურენცია და აბა რომელი მოდელი სჯობს და საბჭოთა კავშირი ამას აჩვენებდა, მერე ნუ იყო მეორე მსოფლიო ომი და ყველაფერი გადაიწყო ომის ინდუსტრიაზე, მაგრამ თვითონ ხრუშჩოვის დროსაც, ანუ 60-იან წლებში ეს კონკურენცია მორ სისტემას შორის რეალისტური იყო, მაშინ ვერ იტყოდი, ეს 80-იანებში გამოჩნდა, ჩამორჩენა საბჭოთა სისტემის, რომ 60-იან წლებში სისტემი ძაფრი, ესე ვთქვათ, არ იყო. ამიტომ ერთგვარად ის სოციალისტური ტენდენციები ევროპაში და უთანასწორობის აღმოფხვრა იყო დაკავშირებული იმით, რომ როგორც აქედან უყურებდნენ დასავლეთს, ისე იქიდანაც უყურებდნენ საბჭოთა კავშირს. საბჭოთა სისტემის შემთხვევითი არ არის, რომ საბჭოთა სისტემის ჩამოშლამ გამოიწვია სწრაფი სოციალური თანასწორობის მოშლაც დასავლეთში. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ ისეთი პოლიტიკური სისტემა, ეხლა კი არის საუბარი deep state-ზე, მაგრამ მოდი ვთქვათ რა არის საბოლოო ჯამში ეს state-ი, ეს არის კორპოროკრატია სინამდვილეში, ეს არის რამოდენიმე
ძალთა ერთობას, მათ შორის კორპორაციები, მათ შორის სამხედრო, ესე იგი, ინდუსტრიული კომპლექსი და ბიუროკრატია, იმიტომ რომ ჩვენ პირდაპირ ვხედავთ, აგერ მერცის და მაკრონის მაგალითზე პირდაპირ ვხედავთ აი კლასიკურ ნიმუშებს ამ ტიპის მმართველების კორპორატიული წარსულით პოლიტიკურ თანამდებობაზე. და ამან კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ გამოიწვია და რომელსაც დღეს აკრიტიკებენ დასავლეთში, მაგრამ ეს უკვე შემდგარი ფაქტია. დაიწყო საზოგადოების გამარტივების პროცესი. იმისთვის რომ ემართათ ელიტებს, დაიწყო საზოგადოების გამარტივების პროცესი. ყველა აკრიტიკებს დღეს ბოლონიის სისტემას განათლების სფეროში, ყველა აკრიტიკებს იმ რეფორმებს განათლების სისტემაში, რაც დაიწყო შეერთებული შტატების ცივი ომის შემდეგ ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა არსებობს რა თქმა უნდა გამონაკლისი, იქ ფინეთი არსებობს გამონაკლისი, სხვა სახელმწიფოები არსებობს როგორც გამონაკლისი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვხედავთ ერთ რაღაცას, რომ შინეთმა საბჭოთა სახელმძღვანელოები თარგმნა და დღეს მათემატიკას, ფიზიკას ასწავლის იმ სახელმძღვანელოებით, რა სახელმძღვანელოებით სწავლობდნენ საბჭოთა კავშირში და დღეს ჩინელებს აქვს ამ ხელა მიღწევა და დასავლეთ რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 5 საუკუნე იყო უკონკურენტო ტექნოლოგიებში და განათლებაში და განვითარებაში, დღეს გამოიჩნდა მნიშვნელოვანი კონკურენტი და მისმა საზოგადოებამ დაიწყო პრიმიტივიზაცია, ესე ვთქვათ. ანუ მაღალი ტექნოლოგიების მიუხედავად ამ ცივილიზაციაში გაჩნდა შიდა ბარბაროსი, რაზეც შპენგლერი საუბრობდა. ჩვენთანაც მე ესე უყურებ ლიბერალურ საზოგადოებას, როგორც საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სამყაროს ხედვები აქვს გამარტივებული. და მისი ყოფის არეალიც ესე რაღაც გამარტივებული, ამ გამარტივებამ გამოიწვია ის, რომ დემოკრატიის ინსტიტუტებმა დაიწყეს შერყნა, ერთი ის, რომ უთანასწორობა გაიზარდა, მეორე ის, რომ მარტივი გახდა მასების მანიპულაცია, გაცილებით მარტივი გახდა, ვიდრე ეს იყო. აქამდე თუ არსებობდა რაღაცა ჯგუფები, რომელსაც შეეძლოთ მასები საკუთარ მხარეს გადმოეწიათ და ასე შემდეგ, ამან ეხლა გაცილებით ტექნოლოგიების განვითარებამ და ასე შემდეგ გაცილებით ისე აქცია ადამიანები კიდევ უფრო ჩაკეტა. აი Facebook-ის ალგორითმიც რო ავიღოთ რა, ის მოგდით რაც გაინტერესებს. ანუ მაინც ჩაკეტილი ხარ, თითქოს უნდა ყოფილიყო შენი და სამყაროს ურთიერთობის საშუალება უნდა ყოფილიყო, ხო? ჩაიკეტე რაღაც ბაბლში. და მიიღე საბოლოო ჯამში ბაბლების, აი ახლა რაც ხდება ბაბლების რევოლუცია, ამ ადამიანებს მე ესეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ შეიძლება ვიღაცა ფულს იღოს, მაგრამ ამ ადამიანებს აი ეს ბაბლი გონიათ სამყარო. აი ეს სამყაროს სურათს უყურებენ ბაბლის მეშვეობით და ვერც კი გრძნობენ, რომ სამყარო არ არის ესეთი და არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც სხვანაირად ფიქრობს. და ეს განსხვავებული არ ნიშნავს მარტო ესე რუსათომას. ამან გამოიწვია დემოკრატიული ინსტიტუტების კრიზისი. და ამან გამოიწვია ის, რომ მათ შეუძლიათ მაგალითად რაღაც ხელისუფლება აკრიტიკონ. მაგრამ ის მათ არ შეუძლიათ აკრიტიკონ ის გამომწვევი მიზეზები და არ შეუძლიათ პასუხი გაძენ იმ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც არის. ანუ თუ რა შენ გინახავს ისეთი რაღაც დისკუსია იმათი მხრიდან, რომელებიც ას გეოპოლიტიკურ რეალობას ადეკვატურად პასუხობენ და მსჯელობა მიდის ამაზე და როგორ გაუმკლავდებიან ისინი ამას. ისევ ძველი ტექსტები არის, ისევ ძველი რაღაც მოწოდებები არის. არაფერი სიახლე თითქოს 2022-ის შემდეგ არ მომხდარა. და რაც თავარია გაფაციცებით მათთან დაკავშირებული მედია საშუალება გაფაციცებით ეძებს შერჩევით მაგალითებს იმისათვის რომ მათ წარმოდგენაში რესტავრაცია გაუკეთონ იმ ძველი სამყაროს სურათ ხატს. აი მაგალითად აი გამორჩეულია ხოლმე რომ აი ტრამპმა დღეში 5 წელ ურთიერთ გამორიცხავ რაღაცას იძახის და მეორე დღეს კიდე საერთოდ ხო ხანისია და მაგრამ ნუ მივეჩვიეთ უკვე ამას და ველოდებით შედეგს ხო აი და რა დადგება აი ხა მაგალითად პიცკზეა მიყვანილი უკვე უკრაინას სამშვიდობო შეთანხმება ხო რაღაც დასაწყისი მაინც ყოველ შემთხვევაში ხო ცეცხლის შეწყვეტა მაინც და აი ველოდებით ეხა ერთი ოდის გაფრთხილდა აი დღეს კი ეხა ზელენსკის დაელაპარაკა აი პუტინი რო გააკრიტიკა მორჩა ანუ ტრამპი დავიბრუნეთ თუ რაღაც ხვანაირად თქვა ამას ცოტა წაუყროვოთ და აი ეს ემსგავსება სხვათა შორის ძალიან ნიშანდობლივი ფილმია ქართული რეალობისთვის ამასე ვფიქრობდი ნატრის ხე. იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველა ტიპოლოგიური პერსონაჟია გამოყვანილი და ეს არის ერთგვარი ელიოზობა, აი ეს ლოდინი ნებისმიერ პირობებში, ოღონდ თავარია ის სამყაროს აქ რა ხდება და რა პროცესი ვითარდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ლოდინი, იმ აღთქმული მიწის, აი იმიტომ რომ მე ხო ჩემ მეგობრებსაც ვეკონტაქტები, აი
პატარა ნიშანი რო გაჩნდეს რაღაცა სხვა ტიპის ნიუსი, რომ აი ტრამპის მოწონების რეიტინგი არის ბოლო 70 წლის განმავლობაში პრეზიდენტებს რო ქონიათ პირველ 100 დღეში უდაბლესი ვარდანიშნულე ეს და რა იცვლება ტრამპი პრეზიდენტი აღარ იქნება 4 წელს ვერ მიიყვანს ბოლომდე თუ აი ესეთი ტიპის სიახლეებზე გამოკიდება და ამითი იმის ჩვენება რომ ყველაფერი ისევ დაბრუნდება სადღაც რაღაც მდგომარეობაში. მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად სრულიად შესულ გამოს მე მგონი ესეთი ცხელი სავაჭრო ომი ჩინეთთან კი არა მე არ ვიცი საერთოდ ვინმესთან თუ ქონია ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორ იცვლება პოლიტიკოსების დამოკიდებულება როგორ იცვლება ძალთა ბალანსი და ნებისმიერი მოვლენა რომის პაპის დასაფლავება იქნება თუ სხვა რამ არის ამის მანიფესტაცია და ასახვა და ეს ქმნის რეალობის სურათის ტოტალურ გაყალბებას ტოტალურად გაყალბებულია რეალობა მე იმ პოზიციიდან არ ვსაუბრობ რომ მე მაქვს ეგ სწორი სურათი მე ვსაუბრობ იმ პოზიციიდან რომ იმისთვის რომ ჩვენ რაღაცა სურათი გქონდეს საჭიროა სწორი დისკურსი უფრო სწორედ და ნუ მე რაღაცა მოსაზრება მაქვს შენ მოსაზრება გაქვს მაგრამ ვჯდებით და ოღონდ რაღაცა ფაქტები უნდა ვაღიაროთ რაღაცები უნდა ვაღიაროთ რომ სამყარო ისეთი არ არის ელემენტარული რაც ხელთ გვაქვს შერჩევით კი რომ უნდა შევხედოთ რაღაც ინფორმაციებს ანუ რაღაც მივიღოთ რა ეს რაც არ უნდა ეჯახებოდეს ჩვენ წარმოდგენებს ეს რეალობა ეს პროცესი საზოგადოებაში არის ამიტომაც არ არის დემოკრატიული მოძრაობები დემოკრატიული მოძრაობა პრინციპში ეს არის ისეთი მოძრაობა ყოველთვის ესე იყო რომელიც რთავს საკუთარ თავში სხვას ეს მოძრაობა ვერ თავს საკუთარ თავში ანუ შიდა დისკუსიაც არა აქვს განსხვავებული ეშინიათ რაღაცა განსხვავებული თქმა შიდა კრიტიკაც არის მის და არის რაღაც ერთი მონოლითური რაღაც მოძრაობა არა რაღაც ჩნდება სხვათა შორის თანათარობით რომ საერთაშორისო მიმოხილვიდან დაუბრუნდეთ შიდა აბოს აი მე რამდენჯერმე შევესწარე აი მაგალითად დღის წესრიგში დგას საკითხები რამდენიმე საკითხი ორი უფრო მახსენდება ხო პირველი მაგალითად შიდა დისკუსია აქვს ესეთი რომელიც არის ძალიან პრიმიტიულია და გულისხმობს და ორი არჩევნიდან რომელი ავიჩვენოთ მაგალითად აი რუსთაველის გამზირი უნდა გადაიკეტოს თუ არა ყოველ დღე იმიტომ რომ იქ ადამიანების ნაწილი მიხვდა და ეს რამ შეუწყო ხელი ჯარივებ იმიტომ რომ შენ როცა ხელოვნურად კიდე კეტავ რუსთაველის გზის ხარ 50 ადამიანი ჩვეულებრივად შეგიძლია იდგე ტროტუარზე და გამოხატვის სრული თავისუფლება გაქვს ნუ რაფერს გააფუჭებ და დაწვავ თორე იდექი და რაც გინდა მოითხოვე 50 ადამიანით რომ გამზირს კეტავ ამას კამერა აფიქსირებს მიდის ჯარიმა და იქნება არ ღირს და თუ არ გადაიკეტება სხვა ადამიანებიც შეწუხდებიან და მოვლენ ხო ფაქტია ანუ ხარდამჭერი ხო ბევრად მეტი ეს არის ერთი დისკუსია ნახევარი ეგაც იმ ადამიანების ის არის რომ რაღაცა არ მოწუთ და აღარ შედეგის თვალსაზრისით ხო ამიტომ შია დისკუსია ნახევარი იძახის რომ ვიცი გადავკეტოთ იმიტომ რომ ეს სიმბოლური აქტია მეორე ნახევარი იძახის რომ ნუ უბრალოდ სიგიჟია რა ანუ ამის გამო ეხა ამ სისტემასთან თავი დაჯახებას ნუ აზრი არის მაგალითად ასევე შემოდის და ყოველდღიურად აი დღეიდან რომ დავიწყოთ თუილან გადათვლა ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური გახდება მთავარი საკითხი რომელიც რაც არ უნდა ილაპარაკონ და პროპაგანდის ეს ხაზიც არსებობს რომ იცი რა არის ჩვენ ნუ მივყვებით ხელისუფლების დღის წესრიგს რატო ლაპარაკობთ არჩევნებზე ეხლა დღის წესრიგში დგას პოლიტპატიმრების გამოშვება ხელისუფლების დელეგიტიმაცია საერთაშორისო ასპარეზზე მუშაობა რაც ნუ უკვე უბრალოდ გადნა ხო იმის რა ქვია მარტის თოვლივით და ამიტომ არ შეიძლება ეხა არჩევნებზე ლაპარაკი მაგრამ ყოველდღიურად ეს თარიღი ახლოვდება ანუ ოქტომბრის პირველ რიცხვებში თვოსდები 4 ოქტომბერს არის დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქართულ ოცნებას შეიძლება ითქვას საარჩევნო კამპანია დაწყებული აქვს იმიტომ რომ ხშირად გონიათ ხოლმე რომ მე უნდა დაიწყოს რაღაცა პრეზენტაციით და შაშანაც ესე ეგონათ მაგრამ გაზაფხულზე როდესაც დაიწყო გამჭვირვალობის კანონზე ლაპარაკი ეს იყო რეალურად საარჩევნო კამპანია იმიტომ რომ მაშინ ითქვა რომ დღეს მთავარი მტერი არის ის უცხოური გავლენა რომელსაც ცდილობს ამ ქვეყანაში ხელისუფლება შეცვალოს ნებისმიერ ფასად და გამოიყენოს აი ეს ძალები რადგან მთელი გადაცემა ლაპარაკობთ აქედან გამომდინარე ყოველი დღე ჩვენ მიგვაახლოვებს ამ არჩევნებს და ეს საარჩევნო კამპანია არის რომელსაც უკვე ძალიან დიდი ყურებადობა აქვს რა ტელევიზორში საგამოძიებო კომისია პარლამენტში რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს დღეს კვლავ განახლდა აღდგომის შემდეგ მუშაობა და ეს პრაქტიკულად არის მანიფესტაცია იმ წარსულის რაც ხდებოდა და იმ ძალების რომელიც დღეს კიდევ არიან დარჩენილი პოლიტიკაში და ეხლა ცდილობენ აი იმ რაღაც დროშებს და რაღაც მარკეტინგ ხრიკლებს აუნფარებულებმა შესთავაზონ თითქოს და რაღაცა ალტერნატივა ქვეყანას. ამიტომ ეს თარიღი ყოველდღიურად მოახლოვდება. შესაბამისად, კითხვა არის მარტივი, რომ შენ ამაში მონაწილეობას იღებ თუ არ იღებ. თუ არ იღებ,
ეს განმეექსტმა ჩვენ განახავ ეს თვითლიკვიდაციის მეც არაფერს არ მოიტანს და ეს თვითლიკვიდაცია მხოლოდ გაფორმდება ოქტომბერში, მეტი არაფერი არ მოხდება და ეს ხალხი დაასრულებს უბრალოდ პოლიტიკურ მოღვაწეობას, ან ვიღაცას უნდა ეყოს გაბედულება და გამოვიდეს იმიდან, აღიაროს უნდა. სინამდვილეში მას არ ჭირდება შეცდომა და ვაიმე, არა, ეს არის უბრალოდ მარცხის აღიარება. მან რაღაცა პლატფორმით სადა, რაღაც ტაქტიკით ესე ვთქვათ, ხელისუფლების ხელში ჩაგდება, ეს არ გამოვიდა და ამარცხდა. ეხლა უნდა დარჩეს კონსტიტუციურ ველში და მიიღოს ამაში მონაწილეობა. ან მაშინ აზრი არა, უბრალოდ დაკიდოს ის თავის პოლიტიკური ბუცები კედელზე და წავიდეს სახლში. არის ესეთი შემთხვევა როდესაც იმის მიუხედავად რაციონალურად არასწორად იქცევი და იცი შენივე დისკურსის და შენივე რაღაც რიტორიკის ტყვეობაში აღმოჩნდები. მე მგონია რომ ბევრი ოპოზიციონერი მაგალითად გახარია ჯერჯერობით ამ რიტორიკის მსხვერპლია და რაღაცა დისკურსები და რაღაცა დღის წესრიგები, რომელსაც ქმნის მედია, რომელსაც ქმნის NGO-ები, გისრუტავენ შენ. ნუ გამოჩნდა აშკარად, იმიტომ რომ აი სულ ფიქრობდი გახარიეს თავარი ესე იგი პლუსი უნდა ყოფილიყო ის რომ ის უნდა ყოფილიყო განსხვავებული ანუ და ეს შექმნიდა რაღაცა სიმძიმეს რომ რაღაცა მესამე ძალის სიმძიმეს ხო რაც საზოგადოებაში არის მოთხოვნა ობიექტურად ავიღოთ მესამე ძალის მოთხოვნა არის მაგრამ რა გააკეთა გახარია პრინციპში თლიანად აღმოჩნდა იმ რაღაც სივრცეში რასაც მე ვუწევ რაღაც ნაცების სივრცეს ხო? ხო, ანუ როცა შენი message box-ი მთლიანობაში ჯდება იმ რაღაც დიდ კონტექსტუალურ ჩარჩოში, რომელსაც ადგენს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ორ პოსტულატს ეყრდნობა და მართალი თქვი შენ 2012 წლის მერე ეს კიდევ უფრო რადიკალური გახდა ვიდრე ხელისუფლებაში ყოფილი. თუმცა ეს არის უპირობოდ რუსეთის მტრად გამოცხადება და უპირობოდ ყველაფერი რასაც გვეტყვის ამერიკის ლაშქარი აპრიორი კარგია და შესაბამისად იქ რო თქვა რომ 2x2 4-ია რუსეთში ეს უკვე არის რაღაცა კრემლის პროპაგანდა, ამით და რაც შენ გიზღუდავს მთლიანად მოქმედების თავისუფლებას. ეს არის ეს გაყიდული პოლიტიკის აი ამ სურათ ხატის თავზე მოხვევა, რომ შენ არ ქონდეს არანაირი მანევრის საშუალება. ხო შენ ვერ უნდა შენ იყო მძევალი გარკვეული კონსტრუქციის და ნარატივისა. ჩვენ ამას აკეთებენ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ უდიდესი სახელმწიფოებიც კი 180 გრადუსით ატრიალებენ მიდგომას, როცა ხედავენ რომ რაღაც ამოიწურა, ეს ხო პრაქტიკულად არავინ არ იძახის, მაგრამ ეს ხო არის პირდაპირ აღიარება, რომ დასავლეთი ამ შემთხვევაში უკრაინაში ომში დამარცხდა. აი შეიძლება ვიღაცას საფრანგეთს და ბრიტანეთს არ უნდა ამის აღიარება და ყველანაირად წვალობენ, მაგრამ ამერიკამ ეს უკვე აღიარა პრაქტიკულად, ხო? ეხლა მიდის ამის გაფორმებას, როგორ გაფორმდება ეს ყველაფერი. აი ამ ფონზე ადამიანები ცდილობენ ჩვენ ქვეყანაში შეინარჩუნონ ისეთი ჩარჩო, რომელიც ხელისუფლებას არ მიცემს საშუალებას. ეს შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი ფსიქოლოგიურად ეს რას უკავშირდება და რატომ აკეთებენ ამას, მაგრამ ეს არის ფაქტი უბრალოდ და მოცემულობა. გახარიეს ნაწილში ცოტა რატში ვერ დაგეთახმები, იცი რომ მას აქვს რაღაც ერთგვარი ნაღმები ჩადებული რა. იმიტომ რომ ის თავიდანვე ლაპარაკობდა ერთგვარ დღის წესრიგის და ფაზებზე, ეხა არის ამის დრო, ეხა არის იმის დრო, ერთჩვენე დღეს მას ხელს არაფერი არ შეუშლის და გამოვიდეს თქვა, რომ ისეა ჩვენ ეს პერიოდი რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, როგორც გავიარეთ, რაღაც შედეგებს მივაღწიეთ, აი ნახეთ, დამოკიდებულება, ჰაი ჰუი, მაგრამ ეხა უნდა გაგრძელდეს და ის აუცილებლად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. კომისიაზე იმიტომ გამოცხადა და ჩვენ ყველა ნახეთ პირდაპირ ეთერში 6 საათი, რომ ამაზე მეტი რაც იქ მოხდა პარლამენტში ვერ მოხდება, ამიტომ ის რაღაც ერთგვარი მოწვეთაა ეს რაღაცა ძევლობიდან გათავისუფლება რომ ეს რაღაც განყენებულია, მან დაანახა საზოგადოებას რა იქნება გახარიას პარტიის ცხოვრება პარლამენტის დარბაზში, ხო? არის რა თქმა უნდა უფრო რადიკალური ნაწილი, რომელიც პრაქტიკულად არ ვიცი საკუთარი წარუმატებლობისგან დაბოღმილი უბრალოდ ცდილობს რომ ძევლად აქციოს მთელი ოპოზიციური სპექტრი და გაარადიკალუროს და გაამარგინალოს, ეს არის ბატონი ნიკა გვარამია, რომელიც ყველაზე და სალომე ზურაბიშვილიც უკვე რომელიც ყველაზე ნათელი ამ მაგალითის და შუაში რჩება ისეთი წარმონაქმნი, როგორც არის ლელო, რომელსაც აუცილებლად დაჭირდება რებრენიკა ისად გაივლის შუაში, საინტერესოა რა. აქ შეიძლება რომ ერთის მხრივ აღიარო მარცხი ვიღაცა ეს დონორები წინა ხაზზე რო გადავიდნენ უკან და სხვა ხალხი გამოწიონ წინ და იმიტომ თქვა რომ ეს დასრულდა, მაგრამ ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ანუ პირველ რიგში ეს შემოდგომა იქნება ტესტი აი მგონიერებაზე. რისკის აღება არავის არ უნდა. მე მგონი ყველა ელოდება პირველი ვინ იქნება, პირველი ვინ გადადგას ნაბიჯით, რომ მე გაყვნენ. აქ მაგრამ მე მგონი ყველა არ გაყვება. ნუ ნაციონალური მოძრაობა რო ვერ გაყვება, გასაგებია, მაგრამ
თვითონ ნაციონალურ მოძრაობის ნახევარი არ ყვება ნაციონალურ მოძრაობას, მაგიტომაც შექმნა ახალი პარტია, ხო? და გასაგებია, რომ ეს ნაციონალური მოძრაობა უკვე მარგინალური ძალა, პოლიტიკურად მარგინალური ძალა. უშუალოდ ნაციონალურ მოძრაობაზე ვსაუბრობ, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ მისი იდეებისა და მისი რაღაცა ჯგუფების რებრენდინგი არ შეიძლება და პირიქით ისინი მაგას აუცილებლად გააკეთებენ და აკეთებენ რეალურად ამას. ხა თავარი არის ის, რომ ჩვენთან არის პრინციპში პოლიტიკური კრიზისია, ხო, ობიექტურად რო ავიღოთ, თუმცა კრიზისი არა იმ გაგებით, რომ აქ რაღაცა საშინელება ხდება, პროცესი არ მიდის და ასე შემდეგ. არამედ ის, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების გარყვნა ხდება იმ გაგებით, რომ ოპოზიცია, რეალური ოპოზიცია არ არსებობს. ანუ ოპოზიციის ის ძალები, რომლებიც საკუთარ საზოგადოებას უსმენენ და გამოხატავენ ამ საზოგადოების ინტერესებს, ესეთები არ ხდება. აი მაგალითისთვის ვამბობ. პირველ 10 საკითხში, სოციალურ გამოკითხვაში, პირველი ორი დასახელდა სოციალური და უმუშევრობის საკითხი. ეს ორი საკითხი იყო მთავარი. არც ერთი მხარე ხმას არ იღებს ამასთან დაკავშირებით. არც ერთი მხარე არ აკეთებს აქცენტს და თელ პოლიტიკურ სიმძიმეს ამაზე არ აგებს. სამაგიეროდ თელ აქცენტს აკეთებენ სასამართლოზე და იგივე გამოკითხვით ჩანს, რომ სასამართლოს საკითხი მე-12 თუ მე-14 ადგილზე. ანუ საზოგადოებას დღეს სასამართლო არ აწუხებს. აი ჩვეულებრივ ადამიანს დღეს სასამართლო არ აწუხებს. ნაციონალების დროს ეს აწუხებდა, იმიტომ რომ 0.001%. არა, იმიტომ რომ რეპრესიული სადამსჯელო აპარატი მოქმედებდა და შენ იცი რომ თუ კი ვიღაცა პოლიციელმა რაღაც ბრალი წაგიყენა, ბოლოს სასამართლომ დაგიწვას და იქ არ არსებობს სასამართლო. და დღეს ობიექტურად რო ავიღოთ, აქამდე ყოველ შემთხვევაში ესე იყო, აი ჩვეულებრივ ადამიანს არ შეიძლება დაჭირდეს, ხო, არა კრიმინალს. თუ კი ნაციონალურ მოძრაობის დროს პრაქტიკულად ესე იგი ყველა გადაწყვეტილება დამსაქმებლის პოზიციას ამაგრებდა და ამართლებდა, ხო? დღეს პირიქითაა შეცვლილი 62-ია დასაქმებული, იგებს და უამრავი ადამიანი დაბრუნდა სამსახურში, გაგდებული ადამიანი. მათ შორის გავიხსენოთ, როდესაც წულუკიანი იყო იუსტიციის, არა, კულტურის მინისტრი, მუზეუმიდან დაეთხოვა ადამიანები და სასამართლო აღადგინა ისინი. ანუ ეს არა ის სივრცე, სადაც რომელიც საზოგადოების კონცენტრაციას მოითხოვს. მაგრამ მეორე მხრივ საზოგადოების დისკურსი ძალიან დავიწროვდა. აი ჩვენ ისეთ საკითხებზე ვსაუბრობთ, რომელიც საზოგადოებრივი ინტერესების ხშირ შემთხვევაში მიღმა არის. ოპოზიციური პარტიების შიდა ცხოვრება არ არის დღეს საზოგადოებრივი პარტიების საზოგადოების ესე იგი დღის წესრიგი. საზოგადოებას სხვა რაღაცები აინტერესებს და ეს ხმა არსაიდან არ ჩანს ყოველ შემთხვევაში პოლიტიკურ ველზე. და ეს ქმნის სწორედ დემოკრატიის ეროზიას გარკვეულწილად. ხელისუფლება ყველა პოლიტიკური ძალა უყურებს დიქოტომიურად, ხო? არსებობს პოზიცია, ოპოზიცია. ხელისუფლება უყურებს ოპოზიციის კუთხიდან და ის მას პასუხობს, ადეკვატურად პასუხობს ჯაბნის ყველა ბრძოლაში. მაგრამ ამ ბრძოლის სივრციდან გასულია მთელი რიგი ისეთი საკითხები და მთელი რიგი ისეთი სოციალური რეალობები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. კი ბატონო, და რაც თავარია, ამას ეს დაპირისპირება საჭიროებს რეალურად ადამიანებს, პოლიტიკოსებს, რომლებსაც უნდა ქონდეს კვალიფიკაცია, რომელსაც უნდა ქონდეს უნარი, რომ დაუპირისპირდეს თავის ოპონენტს და საზოგადოებას დაანახოს, რომ ის კონკურენტუნარიანია და მას შეუძლია რაღაც უკეთესად გაკეთება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საუკეთესო საშუალებაა ამისთვის, იმიტომ რომ გულისხმობს ძალიან ფართო ჩართულობას. ხო, ანუ ეს ხო არ არის სიტყვაზე საპარლამენტო არჩევნები, ორი პარტია, 5 პარტია, რაღაც მხრივ ბრენდს ხაზავ, ესე ვთქვათ, და შესაბამისად სია შეიძლება ბოლომდე არ წაიკითხო, ხო? 1-2 ადამიანი შეიძლება წარმოადგენს ლოკომოტივს. თვითმმართველობის არჩევნები სადაც შეიძლება მერებს, გამგებლებს, საკრებულოს, თან ეს ყველაფერი გადანაწილებული არის რეგიონებში, სადაც ადამიანმა უბრალოდ უფრო მეტი ცნობადობა მეტია, ხო? იცი ვის აძლევ ხმას. ეს საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ ეს კონკურენტუნარიანობა აჩვენოს ოპოზიციამ, რასაც ჩვენ ხედავთ, რომ ის კონცენტრირებული არიან, ასევე ერთგვაროვანი პოლიტიკოსის გამოყენებას. ოპოზიციური პარტიის ლიდერი რო ვიყო პირობითად. რას მაჩვენებდა წინა არჩევნები. წინა არჩევნები მაჩვენებდა, რომ იმ კომბინაციით, როგორც ეხლა არის ოპოზიციაში არა, მაგრამ
პოტენციალი იმისა, რომ ქალაქები მოიგო, დიდი ქალაქი, მას შორის დედაქალაქი. ამის პოტენციალი არსებობს. თეორიული შანსი არის. თუ სწორი სტრატეგია შევიმუშავებ, თუ არ ვიცი, გაერთიანებული ოპოზიციით თუ სხვა სახით, გამარჯვების შანსები არის. ანუ წინარჩენება ეს აჩვენა. კი ბატონო. შენ რო ეხლა არ იწყებ მუშაობას ამაზე. ანუ დედაქალაქის გამარჯვება ნიშნავს უკვე ძალაუფლების გაყოფას. ხო, მაგრამ ადამიანები 55% აიღეს და უბრალოდ ჩარეცხეს მტკვარში. რაზე ვლაპარაკობთ? ხო ხტები და შევიდნენ რაღაცა ქუჩის აბსოლუტურად განწერულ პროცესში. და ნუ ეხლა ძალიან ძნელია ამ ხალხს ჩვენ მოვთხოვოთ აი ეს რაციონალიზმი, რაც ვლაპარაკობთ, ის კონფიგურაცია, ის შანსების დანახვა და მერე რეალიზება, რასაც ეხლა ჩვენ გულისხმობთ. ამიტომ მაინც გონია, რომ ეს ყველაფერი იქნება განწერული, ისევ გადაივლის ყველაფერი სადღეგრძელოზე, ისევ გადაივლის შეურაცხყოფაზე და უბრალოდ ეს ხალხი და სწორია, უკვე სხვა შეს ოპოზიციური ამორჩეველიც მიხვდა, რომ ჯობია, რომ ეს ნაწილი მართლა ეს ტოქსიური ნაწილი დამთავრდეს. გაჩერდეს და უბრალოდ აი მყამირზე ბუნებრივად რაღაც ახალი ესა წარუმატებლობის ესე იგი მუდმივი წარუმატებლობის სადაც უნდა გაწყდეს კი ბატონო დიდი მადლობა ნუკრის სტუმრობისთვის საინტერესო დისკუსიისთვის ყოველთვის მოხარული ვართ ამ სტუდიაში შენი სტუმრობით ჩვენი დღევანდელი გადაცემა კი დასრულებულია დავბრუნდებით ეთერში ხუთშაბათს გემშვიდობებით დროებით